მე ვიტყვი, რომ მეცნიერება შეუძლებელია ქრისტიანობის გარეშე. არის მსურველი ამ თეზის რომ შეეწინააღმდეგოს? ვინმე არის? სიამოვნებით ამოვიყვანდი, ჩავთავდი, დავესაუბრებ. გამარჯობა. სალამი. ისა გესმოდა ლაივის საკითხი? ლაივის საკითხი ახალი შემოსული ვარ და როგორც სწორად გავიგე, მეცნიერება შეუძლებელია ქრისტიანობის გარეშეო. აი მაგას ვამბობდი კი ბატონო. კარგი, მაშინ იმას როგორ ახსნი, რომ ქრისტიანობამდე უშუალოდ 2025 სანამ იესო დაიბადებოდა, აი მაგალითად იყო ინდოელი მეცნიერები, იყვნენ რა ვიცი, ანუ ბევრი მეცნიერები არსებობდა კიდე ქრისტიანობამდე. იგივე აი არისტოტელი აი ხეთუ. კი, აბა რა, ანუ მე მაგას არ ვამბობ, რომ მეცნიერები არ არსებობდნენ ქრისტიანობამდე, ან და მეცნიერება თუ არსებობდა, მეცნიერება, ანუ მეცნიერები ანუ მეცნიერება არსებობდა ადამიანის შექმნიდან, ცხადია. ანუ ჯერ ჩვენ ხო იცი რომ ქრისტეში ჩვენ მარადი უარსებას გულისხმობთ, ანუ ქრისტემდე როცა იძახი, ჩვენი გაგებით უკვე არასწორი შენ. თეოლოგიური გაგებით, ან ქრისტიანული თეოლოგიური გაგებით, რა თქმა უნდა. ხო, ანუ ოღონდ როგორი თემა იცი რომ მე იმას კი არ ვიძახი რომ მეცნიერული კვლევის ჩატარებაა შეუძლებელი ქრისტიანული რწმენის გარეშე. ჩემი განცხადება არის ესეთი რომ თვითონ ეპისტემოლოგიურად ვერ გაუკეთებ გამართლებას მეცნიერულ მეთოდს თუ ქრისტიანობის პრესუპოზიცია არ გააკეთე ამას გულისხმობ. ანუ მეცნიერული მეთოდი ვერ არის საბოლოო ახსნა რაღაცის. ანუ ხომ მივხვდი ყველა ვარიანტი გჭირდება რა თქმა უნდა, მეც არ ვეწინააღმდეგე მაგას, რადგანაც ჩვენი გონება შეზღუდულია, როგორც homo sapiens-ის ახლა ნეირონული ვაკარკოული გადამების რაოდენობა და ეს ჩვენ გვიშლის. არა, მაგას არ გულისხმობ მე. მე ამას გულისხმობ ახლა. არა, მე მაგას არ ვამბობ, რომ შეზღუდული რო არის, მაგიტო კი არ გულისხმობ, რომ ფინიტური რო არის. მე ვამბობ, რომ თვითონ მეცნიერულ მეთოდს ჭირდება უფრო მაღალი კატეგორიის რაღაც, რითიც მეცნიერული მეთოდზე შეგიძლია თქვა, რომ ვალიდურია. აი, ნახე რას გულისხმობ, ანუ ძირითადად მეცნიერება ეფუძნება ემპირიულ პრინციპს. ხოს ებრძნობათ აღქმას და გამოცდილებას, ანუ ემპირიულ მეთოდს და ემპირიული მეთოდი თავის თავში ვერ ამართლებს თვითონ ამ მეთოდს, ყველა ვარიანტში მეტა კატეგორია გჭირდება იმისთვის, რომ დავამტკიცოთ, რომ ემპირიული მეთოდი სანდოა. ხო მივხვდი რას გეუბნები? ანუ შენ თუ მე გადავხარშავ ახლავე რას თქვი, აი ახლავე გადავხარშავ რას თქვი და გავაგრძელოთ. აი სხვანაირად რო ვთქვათ, ანუ სიტყვაზე ჩვენ რო ვთქვათ, რომ მაგალითად მე მაქვს ცოდნა, ანუ აპოსტერიორი ცოდნა, ანუ გრძნობა თქმით და გამოცდილებით მიღებული. ეგ ცოდნა, რომ სანდო არის, საიდან იგებ? თუ ვიტყვი, რომ გრძნობა თქმით და გამოცდილებით მიღებულ ცოდნას ვიღებ, ისე გრძნობა თქმით და გამოცდილებით ვამოწმებ, რომ სანდოა წრიული ფალასია. ანუ საიდან იცი მაგალითად ზოგადად მე მაგ თემაში სკეპტიცი ვარ, ანუ სკეპტიციზმის ფილოსოფია ალბათ გეცოდინება, რომ ყველა დებულება შეიძლება ეჭვის ქვეშ მოაქციო. რა და იმიტომ ვარ ზუსტადაც ამ ფილოსოფიის მიმდევარი, რომ მე ვთვლი, რომ აი ფერს მარტო რომ მწვანეს აღვიქვა მწვანეთ, ეს იმის დამსახურება, რომ ჩვენი თვალი აღიქვამს ამ ფერის ან არ ეკლს ზუსტად იმ მწვანეთ, იმიტომ რომ ძალმა შეიძლება ის წითლად აღიქვას. კი, მაგრამ არაფერი გარანტია არ აქვს იმისა. აბალ კატეგორიაში არის. აი მაგალითად შენ ხო აღიარებ რომ სიტყვაზე არსებობს მაგალითად რაღაცა ობიექტური ჭეშმარიტება, ანუ ჭეშმარიტება რო არსებობს, მაგას ხო აღიარებ რა, რაც მთავარია. ნუ ზოგადად ობიექტური ჭეშმარიტების არსებობა ჩემი აზრით ძალიან კომპლექსური საკითხია და მაგას ახლა თუ გინდა ვიდებატოთ მაგაზეც, მაგრამ პირდაპირ არა, ამას დიდი დებატი არ დაჭირდება. ანუ შენი აზრით არსებობს ობიექტური ჭეშმარიტება? მოდი, მე ვიცი რომ შენ არას კი სიტყვი რა თქმა უნდა და მე მოდი არას დავიჭერ, მაინც და ვიდებატოთ. ხო, მაგრამ ნახე, შენ თუ ვიტყვი რომ ობიექტური ჭეშმარიტება არ არსებობს, ეგ შენი განცხადება რომ ობიექტური ჭეშმარიტება არსებობს, ობიექტური ჭეშმარიტება ვერ იქნება. მაშინ გამოდის რომ ობიექტური ჭეშმარიტება არისტოტელემ გაარჩია კიდე ეგ ვიცი. ხო და თუ ვიტყვი რომ ობიექტური ანუ შენი განცხადება სიტყვაზე რომ ობიექტური ჭეშმარიტება არსებობს, თუ ობიექტური ჭეშმარიტება გამოდის რომ ობიექტური ჭეშმარიტება არსებობს, თუ ვიტყვი რომ ობიექტური ჭეშმარიტება არსებობს და შენი განცხადება ჭეშმარიტი არ არის, მაინც გამოდის რომ ობიექტური. ეგ ვიცოდი ახლა გამახსენდა, მადლობა რომ შემახსენე. ჭეშმარიტება არის ანუ თვითონ ანუ რედუქციო აბსურდიზმში გადაღიყვანს თუ ვიტყვი რომ არ არსებობს, ანუ ვერაფერს. აი მოდი როგორ ჩამოვაყალიბებ ამას იცი, ჩემი თვალსაზრისით სიტყვაზე შენ თუ ამბობ, მე ვარ, ანუ შენი მსოფლმხედველობა არის, რომ მე ვარ სკეპტიკოსი რაღაც გარკვეულ საკითხებში. ანუ მითხარი რა საკითხებში ხარ მაგალითად სკეპტიკოსი, ანუ კონკრეტულად რა საკითხში და
ვიმშელო. კონკრეტულად გეტყვი, ახლა რა შوار მე სკეპტიკოსი. შეხედე ზოგადად მე ვთვლი რომ ადამიანის გონება არის ძალიან ძალიან შეზღუდული. ჩვენ აი იმანუელ კანტის ნაწარმოებს რო ვკითხულობდი სახი გონების კრიტიკა მარტო მაგაზე ტვინი იმას დამეჭეჭკა და ახლა მით უმეტეს როგორ გავიგებ სამყაროში ობიექტურ რაღაცებს, ხო? მე ვთვლი რომ ახლა ჩამოვაყალიბებ ასე რომ მე ვთვლი რომ ობიექტური ჭეშმარიტება არსებობს, თუმცა ადამიანს ამ ობიექტური ჭეშმარიტების შეცდომა არ შეუძლია. მისი შეზღუდვების მაშინ შენი განცხადება, ნახე, შენ ამბობ რომ ობიექტური ჭეშმარიტება არსებობს და ობიექტური ჭეშმარიტების არსებობის შეცდომა ადამიანს არ შეუძლია. ობიექტური ჭეშმარიტება რო არსებობს, ეგ უკვე ობიექტური ჭეშმარიტებაა და შენ ეგ შეიცანი. მაშინ მაგ განცხადებას ვერ გაარ ნუ ეგეც მართალია, მაგრამ მარტო მაგ თუ არის მაშინ ობიექტური ჭეშმარიტება მე რა უნდა გავაკეთოთ? რეალურად კანტი რასაც აკეთებდა იყო რომ კანტს უნდა რაღაცა ნუმენურ და ფენომენურ სამყაროში უნდა აღედგინა კავშირი. ანუ კანტი ყოფნა სამყაროებს რეალურად არსებული სამყარო და სამყარო რომელსაც ადამიანი აღიქვამს. ანუ თავისი ცნობიერით და ნუ მე იქ დაყოფა იყო რომ კანტი თვლიდა რომ რაღაცეები ცოდნა შესაძლებელია. ანუ კანტი არ იყო სკეპტიკოსი, მაგრამ თემა ნუ ჰიუმი იყო სკეპტიკოსი. მაგრამ მე ვამბობ რომ ანუ სკეპტიციზმამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი იმან თუ მარტო მეცნიერული მეთოდით მიდის. ანუ მაგალითად მეცნიერული მეთოდი რო გქონდეს ჩვენ ადამიანებს ცოდნისთვის, მეც სკეპტიკოსი ვიქნებოდი და ანუ ვიტყოდი რომ საერთოდ ცოდნა შეუძლებელია იმ გაგებით რომ გრძნობათა აღქმა და გამოცდილება შეიძლება გატყუებდეს, ანუ ერთხელ რასაც მოუწყვეტ ეწაფ შეიძლება გატყუებდეს და ამიტომ მაგალითად მე რო ეხლა ლაივში ვარ, ჩაოლებრივად არის შესაძლებელი გათიშულოს დაუშვათ სიტყვაზე ვამბობ მაგალითად ისე პირობითად მაგალითად. ამიტომ მაგიტო ვთქვი რომ მეცნიერება რადგან ემპირიულ მეთოდს ეყრდნობა, მეცნიერებისთვის არის უფრო მაღალი კატეგორიის რაღაც საჭირო, ანუ მეტა კატეგორიის, რაც მეცნიერებას საერთოდ შესაძლებელს ხდის. მაგალითად ეს რო ინდუქციური პრინციპი რომ მუშაობს ეს ის. მაგრამ მაგასთან დაკავშირებით და რა გარანტია გვაქვს ეს რომ უშუალოდ ქრისტიანობა მეტა ხო და არა მე სხვა რელიგია არის 6000-მდე. რა გარანტია გვაქვს ამ შემთხვევაში, ანუ რატო ამბობთ რომ ქრისტიანობა რომ ანუ ამ კატეგორიებს, ანუ ამ აი მაგალითად ეს ლოგიკა, ანუ მეცნიერებისთვის რაც არის საჭირო, ხო, რაღაცა რაც წინ წევია მეცნიერებისთვის, ამ კატეგორიებს მხოლოდ სპეციფიკური ღმერთი ხსნის, ანუ კონკრეტული პარადიგმიდან იხსნება და არა რაღაცა პროსტა ღმერთი ან რაღაც ძალა, ანუ კონკრეტული ნიშან-თვისებები უნდა გააჩნდეს იმ პიროვნება უნდა იყოს თან აუცილებელია პიროვნებას იმისთვის რომ აიხსნას საერთოდ ეს კატეგორიები, რაც ჩვენ გვაძლევს ცოდნის შესაძლებლობას, ანუ ის რო ეპისტემოლოგია და შეიძლება ეს მეტაარსი თავად ლოგიკა ან თავად მატერიალური სამყაროსგან გამოყოფილი არ არის. აი მაგალითად დეისტები ან პანთეისტები რო არიან. თუ ეგეც ვალდე. მაგრამ ნუ პანთეისტების მსოფლმხედველობა ჩემი აზრით მე მაგას ვამბობდი რომ ლოგიკურად შეუძლებელია, იმიტომ რომ პანთეისტები ძირითადად თვლიან რომ რაღაცა მენტალობა არსებობს როგორც რაღაც კატეგორია და რაღაცა გამოვლინების მოდუსები არიან ამ შემთხვევაში ადამიანები და ისინი ინდივიდებს აღიარებენ. ჯერ პრობლემა მთავარი რაც პანთეისტს არის რომ პანთეისტი თვლის რომ ადამიანი არის თან მენტალური არსება და თან მატერიალური არსება ერთი და იგივე რაღაც. როგორ შეიძლება იყოს კონტრადიქტორი, როგორ შეიძლება ერთი და იგივე ვინმე იყოს თან არამატერიალური და თან მატერიალური? რატო არ შეიძლება? ანუ ეგ შეუძლებელია, ანუ რაღაც თან იყო, ანუ შეუძლებელია რაღაც იყოს თანა და თან არა, ჰიპოსტასის გარეშე. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ ვამბობ, ჩვენ ქრისტიანები ვამბობთ, რომ სული და სხეული გვაქვს ადამიანს, ანუ ადამიანს აქვს არამატერიალური მხარე და მატერიალური მხარე, მაგრამ ეგ ჰიპოსტასია შეუძლებელი, შესაძლებელი პიროვნებაში, ანუ პიროვნებას ეგ შეუძლია. პიროვნება შეიძლება აერთიანებდეს ორ ბუნებას, ანუ ორი ბუნება გაგშენ, სხეული და სული, მაგრამ ისი ამბობს, რომ თვითონ ორი ბუნება ხარ, ხო მივხვდი, ანუ იდენტობა მათთვის არის ბუნებასთან, ანუ ეგენი პიროვნებას არ აღიარებენ, ინდივიდს აღიარებენ, ანუ ბუნების კერძო გამოვლინებას. ეს ერთი პრობლემა და მეორე პრობლემა არის, რომ მენტალობას ნება გააჩნია, მაგას თუ ვიტყვის პანთეისტი, მაშინ უნდა თქვას, რომ ღმერთი არსებობს, რომელიც ნებებელია, მაშინ ღმერთს აღიარებს უკვე თეისტურს. მაგას ვიტყვის, მაშინ უნდა თქვას, რომ ნება არ არის, მაშინ ნება საიდან გაჩნდა? მაშინ ნება არ არსებობს, იმიტომ რომ მენტალობას თუ თავისთავად ნება არ გააჩნია, შენ გაქვს ნება ინდივიდს, რომელიც მენტალობას ფლობს, ანუ რაღაც სხვა კატეგორიაში იმყოფები. ეგ ცალკე პრობლემაა და დეისტური ღმერთი არის, რომ დეიზმის გაგება მე როგორც მესმის, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო და მორჩა, ანუ აღარ ერევა და ჩემი აზრით სამყაროს შექმნაში და სამყაროს არსებობის შენარჩუნებას სჭირდება ზუსტად ერთი და იგივე ძალა.
აქ ალბათ იმაშია სხვაობა თანმიმდევრობაში, თორე ჯერ უნდა შექმნა, მერე უნდა შეუნარჩუნო არსებობა, თორე არა, შეხედე ძალას რაც შეეხება. შეიძლება ეს ძალა ღმერთმა ფიზიკურ მოვლენებში ჩადო, რაც ეხლა განაგები გექნება, რომ ენერგია არასდან არ მოდის და არასდან არ იკარგება. ენერგია აკეთებს უბრალოდ კონვერტირება და შეიძლება ამ ღმერთმა უბრალოდ ის ენერგია ერთხელ ჩადო და ეს ენერგია უბრალოდ ტრიალებს სამსახურში აგრძელებს და ასე. ხო, მაგრამ ეს რო ტრიალებს, ანუ უსასრულოდ, ანუ მე ვეთანხმები, რომ ენერგიას აქვს პოტენციური უსასრულობა, ანუ ენერგია სულ იქნება, მე ამას ვეთანხმები. მაგრამ ეს პოტენციური უსასრულობა ღმერთმა განაპირობა? თუ ღმერთმა განაპირობა, მაშინ ანუ ღმერთი ერევა. ღმერთმა თუ განაპირობა, რომ ეს ენერგია სტარტში ხო, რატომაც არა სტარტში ისა, მაგრამ მე საერთოდ სხვა რამის გამო გადავხვეთ, ეხლა ჩვენ ჩემი აზრით ძალიან მე სხვა რამის გამო ვიყავი შემოსული. მე უბრალოდ ის არ მომეწონა, რომ ანუ არ არსებობდა მეცნიერება და მე ვთქვი მე ისე გავიგე რომ ისეთი ინტერპრეტაცია მივიღე. ხო, არა, მეცნიერება. ხო, არა, მე ვამბობ უბრალოდ რომ ანუ ხო სიტყვაზე ჩვენ რო ვთქვათ რომ რაღაცის ხო უნდა ვთქვათ საიდან ვიცით, ანუ ვერ ვიტყვით თუ ანუ მაღალ კატეგორიაში არ გადავალთ, თუ ჩემი არგუმენტი არის იყო ამ შემთხვევაში რომ ქრისტიანულ ღმერთის არსებობას თუ არ დაუშვებდით, ვერ გვეცოდინებოდა რაიმე ხო. და მოდი სანამ გავალ ერთი არგუმენტის გარჩევა მინდა აი შენ ლაპარაკობდი ახლა მას ვიღაცა იყო მგონი აღარა ახლა და იცი ანუ იმაზე რომ რა ქვია რა აზრი აქვს ღმერთო რომ გაგვაჩინაო თუ რაღაც რას მიახლოვით ასე იყო მიახლოვდა რაღაც აღარ მახსოვს თუ გავს ერთი შენ ვინმე მიკითხა ვინმე ვიღაცა მიკითხა ხო ჩატში რომ რა აზრი აქვს ჩვენს გაჩენასო თუ ღმერთმა წინასწარ იცისო ჯოჯოხეთში მოხვდებითო ხო კი ბატონო მე უპასუხე მაგას. ხო და აი მე მინდა ახლა განვავცო ეს ცოტათი მისი არგუმენტი ასე რომ ვთქვა და ასე დავიწყოთ. შენ რას თვლი კოგნიტიური შესაძლებლობები ღმერთისგან გვაქვს ჩვენ ბოძებული? კი ბატონო, ცხადია. ცხადია კოგნიტიური შესაძლებლობები ანუ ღმერთისგან გვაქვს ბოძებული. შესაბამისად კოგნიტიური შესაძლებლობები თუ ღმერთისგან გვაქვს ბოძებული, მაშინ სიმართლის აღქმის უნარიც, ანუ გადაკრიტიკული აზროვნება, ფლუიდური ინტელექტი, ვერბალური ინტელექტი, ანუ აღქმის უნარიც კი გვაქვს ღმერთიდან განმოცებული და ღმერთი თუ ამ პარამეტრებს ჩვენ წინასწარ გვიდევს, ეს უკვე აბრკოლებს რა თქმა უნდა თავისუფლების ნებას, იმიტომ რომ თავისუფლების ნება მოისაზღვრება უკვე ფარგლებში, ასე რომ ვთქვათ. იმიტომ რომ ეხლა მე რადგანაც მეტი მაღალი მაქვს დაუშვათ ინტელექტი, იმაზე მე მეტის დანახვა შემიძლია, ხო? შესაბამისად იმის ბრალი არც შეიძლება იყოს, რომ მან ღმერთი ვერ იპოვა. თავისუფლების შესაძლებლობა. საინტერესო არგუმენტია მესმის. სხვათა შორის ანუ საინტერესო არგუმენტია, უბრალოდ ერთ შეცდომას უშვებ და გეტყვი და მე აი გავაგზავნებ ჯელობა. ანუ ზოგადად არსებობს ორი სახის ცოდნა ამ შემთხვევაში, ანუ რაღაცა ცოდნები, რაც მაგალითად შეიძლება იყოს აპრიორი ცოდნები, ან აპოსტერიორი ცოდნები, მაგრამ შენობაზე არ არის დამოკიდებული. წარმოგიდგენ, ახლა მე დამირეკა ვიღაცამ რაღაც ამბავი მითხრა, რომელიც არ მინდოდა რომ ცოდნოდა, ეს ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ვიცი. მაგრამ არსებობს რაღაცა ცოდნა, რაც არის მეტა კატეგორიაში, რასაც ჩვენ რწმენას უწოდებთ, ანუ ნდობას რაღაც საფუძველზე, რაც არის დამოკიდებული ნებაზე. აი მაგალითს მოვიყვან. მაგალითად, ქრისტეს გარშემო ჩვენ რო საზოგადოებას ვხედავთ, იქ არის ერთის ტიპის საზოგადოება, რომელსაც ქრისტემ წიგნობებს უწოდებს, რომლებიც მაგ ინსტანციაში ყველაზე განათლებულები არიან. მაგრამ ქრისტეს ღმერთობა ამ ადამიანებმა მაინც ვერ გაიგეს. მიუხედავად იმისა, რომ წერილი ამათ გადაღეჭილია. გაიგო ვიღაცა მეზღვაურმა, მოციქულმა, რომელიღაცამ იესოსი და მიზეზი რატომაც იმან ვერ გაიგო და ამან გაიგო არ იყო რომ ამას მეტი ინტელექტი ჰქონდა ან მეტი ნაკითხი ჰქონდა. არა, იმას ჰქონდა მეტი ინტელექტი და მეტი ნაკითხი. მიზეზი რატომაც გაიგო იყო მას სურვილი და ეს სურვილიდან მიეცა რწმენა, ანუ რწმენა მაღალ კატეგორიაშია, იმიტომ რომ მაგალითად ეს სურვილი შენი ასეთ საიდან მოდის? აი მაგალითად ეხლა მაგას გეუბნებოდი რომ მაგალითად ჩემი მეგობარი არის ათეისტი, მაგრამ ჩემზე ჭკვიანია. ანუ ჩემზე ჭკვიანი რო არის ეგ ანიშნავს იმას რომ მაგრამ სიმართლეს ვერ ხედავს მიუხედავად იმისა რომ ინტელექტუალურად ჩემზე მეტი შესაძლებლობა აქვს რაღაცა საკითხებში რო შევჯიბრები ვარ თუ ხედავ მის ინტელექტუალურ სიძლიერეს ანუ ძლიერი მაგრამ მაინც ვერ იგებს სიმართლეს ანუ ქრისტეს ღმერთობას მაინც ვერ იგებს იმიტომ რომ ეს რწმენა რაც ეძლევა ადამიანს ეს ღმერთისგან მოდის და ამას ჭირდება ადამიანის სურვილიც ანუ ძალით არ მოგეცემა და შენ ახლა რას თვლი მაშინ ღმერთისგან თუ მოდის ეს რწმენის უნარიანობა ზოგს მეცაძლევს ზოგს ნაკლებს თუ ყველასთან ნებაზეა დამოკიდებული ანუ რწმენა ვისაც უნდა ყველას ეძლევა ანუ აი ეს ნების განმიმარტე ნება მაშინ რას ნიშნავს საიდან მოდის და რა არის ნება ანუ ამ შემთხვევაში ეს ნება მოდის ოდითგანვე რა ანუ მომენტი როდესაც ღმერთი თვითონ ნებებელია ესეთია პიროვნულად ანუ ნება ბუნებითი თვისებაა ესე ღმერთის მაგრამ ნებებელი ანუ პიროვნება რომელსაც ნება რეალობაში მოყავს ღმერთია და ღმერთმა როცა ქმნილებები შექმნა აი ადამიანზე წერია რომ თავის ხატად და მსგავსად შექმნა შესაბამისად ადამიანი
მოაზროვნეა და ნებებელი იყო, ნება წინ უწევს აზროვნებას, აი მაგიტოა მაგალითად მე შეიძლება მომინდეს ჩემთვის რაღაც ისეთი, რაც ჩემთვის ცუდია. სიტყვაზე რაღაც რომ მოვინდომო, მე იმიტომ ნებამ წინ გავუსვა. ანუ ადამიანს რაღაც უნდა და ანუ ესე და ეს ნება, ანუ ნების ქონა და არ ქონა მოდიოდა საიდან რომ ღმერთმა როცა შექმნა ქმნილება მასში დასამკვიდრებლად, ამ ქმნილებას დაუტოვა ნების ასპარეზი, ანუ შესაძლებლობა იმისა, შენ გინდა თუ არა ჩემთან. და ქმნილებებმა როცა ღმერთზე უარი თქვეს, ანუ ღმერთთან ყოფობის, ანუ არ მინდა როცა იქ არჩევანი გააკეთეს, მაგის მერე შემოვიდა ეგ ქმნილებაში, რომ არის ქმნილებების ნაწილი, რომელსაც ღმერთი კატეგორიულად არ უნდა, ანუ არ აქვს მასთან ურთიერთობის სურვილი. არის ქმნილებების ნაწილი, რომელსაც კონკრეტულ მომენტში არ უნდა ღმერთთან და მერე ანუ ნების აქტუალიზება მერე მოხდება და ანუ პოტენციურად ვისაც ნება გააჩნია, ყველას ეძლევა რწმენა საბოლოოდ, ანუ არავის შესანიშნავი არგუმენტია, მაგრამ ერთი ექსპერიმენტი მინდა წავუყენო მაგ არგუმენტს წინ. ალბათ შეიძლება განაგონი გაქვს, შეიძლება არა, მაგრამ 1983-ში თუ 1999-ში მართალი ვთქვა, არ მახსოვს როდის ზუსტად. რომელიღაც უნივერსიტეტს ზღაპარი ვიჭღერს იმენა ლაპარაკი მართლა თუ გინდა მე მოიწია ეს რეალური არსებული ექსპერიმენტი იყო რომელიც მრავალჯერ განმეორდა ადამიანები დააჯინეს და მისცეს ნება რაიმე ანუ თავს დაუკავშირეს სპეციალური მოწყობილობა და აი გაიფიქრეს შენ რაღაცაო და დამტკიცდა რომ ადამიანი სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს და ამ გადაწყვეტილებას ის თავად გაიაზრებს 300 მილიწამით ადრე მის პრეფრონტალურ ტვინის ნაწილში მიდის ნეირონული აქტივობა. ანუ შესაბამისად ადამიანი სანამ ეგრეთ წოდებული როგორც თეოლოგია გვეუბნება აზრი ხო იგი არამატერიალურია, ანუ იგი რა ქვია იდეალიზმს რო გავყვეთ. იდეალიზმის თვალსაზრისით, ანუ არამატერიალურ ფიქრს ასწრებს მატერიალური ნეირონების აქტივობა. როგორ შეიძლება? ნახეთ რა თემა, ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს კრიტერიუმი, როგორ შეგვიძლია რომ განსაზღვროთ, აი მოვიდა მატერიალურის, არამატერიალურისთვის კრიტერიუმი არ გაგვაჩნია, ანუ ლაბორატორიაში ვერ გავზომავთ სიტყვაზე არამატერიალური მოქმედება როდის ხდება, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში უშუალო ესე შეხება მეცნიერული ექსპერიმენტული მეთოდი ყველა ვარიანტში გვაქვს მატერიალურთან. ფიქრი თუ მატერიალური, ანუ სანამ სიტყვაზე შევეწინააღმდეგები მაგ არგუმენტს მე სიამოვნებით გავყვები მაგ ჰიპოთეზას, რომ ფიქრი მატერიალურია, უბრალოდ ეგ პრობლემას ქმნის ეპისტემოლოგიურს, ანუ ვერაფერი ვერ გეცოდინება ეს პრობლემა, იმიტომ რომ თუ ფიქრი მატერიალურია, ახლა ჩემზე უკეთ გეცოდინება, რომ განპირობებულია მატერიალური პროცესთან, ნეირონული ურთიერთქმედებით, ანუ ფიზიკური რეაქცია და არც არჩევანის პროდუქტი, არც ლოგიკური აზროვნების შედეგი, არამედ უბრალოდ ფიზიკური რეაქცია. შესაბამისად, ვერანაირი საფუძველი ვერ გექნება ეპისტემოლოგიურ ენდო იმას, რაც იცი, საიდან ვიცი, რომ რაღაც ვიცი, აი. აი, ზუსტად, ამიტომ ვერ ვენდობი არაფერს. მასე ვარ ზუსტად. ხო, მაგრამ თვითონ ხო, მაგრამ ისიც კი, რომ ანუ სიტყვაზე რომ ფიქრი მატერიალ, ანუ ხო მიხდი რაც გეუბნები, ანუ ფიქრი მატერიალური რომც იყოს, შენ შესაძლებლობა არ გექნება მაგის გაგების, რომ ფიქრი მატერიალურია, იმიტომ რომ მაგ დასკვნამდე არ მისუხა ლოგიკური აზროვნებით. ანუ გამოდის რომ მიხვედი ფიზიკური რეაქციით, ხო მიხდის ფიზიკურად რო დაუხსნათ. ამიტომ მე ეგ გვართმევს სოფხედელობაში ეპისტემოლოგიას და გვართმევს ეთიკას ასევე, ანუ კარგი და ცუდი, კარგი და ცუდიც მნიშვნელოვანია რეალურად, იმიტომ რომ სიტყვაზე თუ კარგი ობიექტური გაგება თუ არსებობს, ცოდნასაც არ აქვს რაიმე ღირებულებითი დანიშნულება, რის გამოც უნდა ვისწრაფოდეთ მისი მიღებისკენ და ეგ ცალკე პრობლემაა. მაგრამ მაგასო თავი დავანებოთ, საქმე რაშია, იცი რომ ნუ კრიტერიუმი გვაქვს არამატერიალურს და მე სხვათა შორის რას ვეთანხმები, იცი რომ მე მაგაში დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ფიქრები ადამიანის გონებაში მართლა მოდის ადამიანის არჩევანის მიუხედავად, ნების მიუხედავად. მე მაგას აბსოლუტურად ვეთანხმები. რეფლექს. მე მატერიალურ პროცესში აისახება და მე ვამბობ, რომ დაჟე ისეთი ხმა ფიქრებიც რაღაც ელემენტარული არა, სერიოზული ფიქრები მოდის, სულიად არ უნდა ადამიანს რომ მაგაზე ფიქრობდეს, მაგრამ მაინც ფიქრობს და მაგაზე პავლემოციკულით საუბრობს, რომ ანუ მოქმედებაშიც რომ ის კი არა რომ მოქმედებს კიდევაც მისი ნების კეთილს კი არ ვაკეთებო, რომელიც მსურსო, არამედ ბოროტ, რომელიც არ მსურსო და ნუ მე მაგას ხსნის, რომ ამაშასა და მე კი არ ვაკეთებ, არამედ ცოტა რომელიც ჩემს უყურებს. ანუ მე დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანზე გარე ძალაზე მოქმედებას ახდენს. ანუ ბოროტისგან რაღაც აზრები მიდის ის და ზოგადად აქედან გათავისუფლება და ანუ ასე ვთქვათ იმედის და სიმშვიდის მოპოვება ჩვენი არგუმენტი არის შესაძლებელია ჯვარცმული ღმერთით ჩვენი ბუნება მიიღო ესეთი ბიოლოგიურად ხსნადია პრობლემების მქონე და გამოგვიხსნა ბუნებით ასე ვთქვათ და ნუ ეგ ხო ეხლა მაგრამ შენ რას ფიქრობ ეხლა ერთი შეკითხვა მაქვს კიდე აი რაღაც ვიღაცამ რო დაგიდოს ტექსტი, აი რო გითხრას ეს არის ჭეშმარიტება, მოდი თუ გინდა ქრისტიანობა ავიღოთ და შენ გაგიჩნდა მაგაზე ეჭვი. ეს შენი აზრით რას ფიქრობ, კრიტიკული ინტელექტია?
ანუ მაგალითად თუ გამიჩნდა ეჭვი რაზე, აი ქრისტიანობაზე რომ მითხრას ვიღაცა ზოგადად კი ქრისტიანობაზე, იმიტომ რომ თუ გინდა ქრისტიანობის ჩემი თვალსაზრისით ახლა თეოლოგიურად რო შევხედოთ, საპირისპირო აბრაამიული რელიგიებიდან ისლამიცა და თუ გინდა იგი აიღე, რა ქვია, ქრისტიანობამდე რო იუდაიზმი თუ ავსები და ხო, ნუ ჩვენ ორივეზე ვიმჟელეთ, რომ ორივეზე მსჯელობთ ხოლმე, რომ ორივე ისლამი მეც აი მართალი რო გითხრა, ახლა აბრაამიული რელიგიებიდან ყველაზე მეტად მეჩვენება ჭეშმარიტობა ქრისტიანობა, იმიტომ რომ ისლამი მაინც აი რო გადავხედო, ახლა არ გავგზელებ, მაგრამ აი ჩემი გამოკვლევის მიხედვით ეს ისლამი აბსურდია. ახლა რო ჩავეძო ახლა მაგას ლაპარაკი ძალიან დიდი ხანი წაიღებს და მოდი ავერიდოთ მაგ თემას და მე მაგაში გეთანხმები, შესაბამისად ჩაძიება არ წვიმა. არ წვინა ჩაძიება, რა თქმა უნდა. და მე მაინც გავაგზელებ ახლა იმასთან დაკავშირებით რომ იუდაიზმი ხო იუდაიზმი საერთოდ არ არსებობს ჩათვალე იქ იუდაიზმი და სემანტიკა ანუ ვინც ხდებოდა ეგ რაც იყო ეგ წენა ნუ ეგ კიდე ცალკე თემა ხო ეგ ახლა იუდაიზმი მაგას იესო ხსნიდა ანუ იუდეველებს როცა ეუბნებოდა რომ ისა ჩვენ აბრაამიშვილები ვარ და რა ისოძილები ჩვენ ვართო იესო ეუბნებოდა რომ აბრაამიშვილები როგორც საქმესაც აბრაამისაც იზავდით იმიტომ რომ ეხა შემოკლას ცდილობ და აბრაამსო ეს არ უცდიაო და ისინი გაგიჟდნენ აბრაამი როგორ შეეცდებოდა შემოკლასო მე ეუბნებოდა 50 წლისაც ახარო და აბრაამს იცნობოდა იესო ეუბნებოდა სანამ აბრაამი იქნებოდა მე ვარ ანუ აუხსნა რომ ღმერთი უცველია ის ღმერთი რომელსაც აბრაამს წამდა და იესო ერთი ღმერთია და აბრაამი ქრისტეს მოწმუნე იყო ჩვენ მაგათ ქრისტიანებად გამიხილავთ რეალურად საბოლოოდ მიუხედავად იმისა რომ განკაცებული არის ღმერთი ანუ ყოველ შემთხვევაში ეგ ცალკე ხო ეხა სიმართლე მითხრა იუდაიზმის დამიდოს ტექსტი, ანუ მე ვინმე რომ დამიდოს ქრისტიანობაზე, ეხა მეკითხები რომ ეხა რომ მითხრას რაღაც თუ ანუ რას მეკითხები. ანუ შეხედე, ჩემთვის მაგალითად ცოტა რაც უხეშად არ უნდა მიიღოთ. ეხლა ცოტა არაგონიურულია დაუჯერო იმას, რაც არაზოს არ გინახავს და მაინც წმენის დონეზე დადის ეს ჩემი აზრით და მე ეხა მაგ ცოტა წმენი მაინც ყველა რელიგია რწმენაა, ხო? ლოგიკურად შეიძლება ხო, მაგრამ მაგალითად ლოგიკა არ გინახავს არასდროს ესე თვალით ვარა. ზოგადად ეხლა და მე გახლავარ ყოფილი ქრისტიანი. მე ეხლა ვარ ამ წამს ვარ აგნოსტიკი, ანუ აგნოსტიციზმი უკვე ვარ და აი მე მართალობით რა იმ თვალსაზრისით რომ ვერ დავამტკიცებ უშუალოდ რა არის ჭეშმარიტება, მაგას რაც უნდა ვეცადოთ ეხლა მივედოთ ვერ დავამტკიცებ, ჩემი თვალსაზრისი ესაა და რა მინდოდა ეხლა მე თქვა იმასთან დაკავშირებით რატო გადაუხვე ეხლა რა გადაუხვე უბრალოდ ქრისტიანობას ზუსტად იმ შეკითხვის გამო თუ იმიტომ დამაინტერესა იმ ბიჭის შეკითხვა მასე ძალიან თუ ანუ რატომ არისო ღმერთიო რა ქვია რო გიშობს ჯოჯოხეთშიო რა თუ წინასწარ იცისო შენ რო წახვალო აი უარყოფო მასო აი მართლა რო დაუფიქრდეთ აი ღმერთი ხარ ჯერ უდანაშაულო სული ხო და ანუ უდანაშაულო სული ხარ ჯერ და მისის ღმერთმა მშვენივრად ყველა რა ნაბიჯებს გადადგამ ანამ შენ ამ ნაბიჯს გადადგამ ანუ მშვენივრად იცის ყველაფერი და მშვენივრად იცის ბოლოში მოხდებ ჯოჯოხეთში და კი რა თქმა უნდა თავისუფლების ნებას გვაძლევს ის თუმცა ეგიც შეკითხვი ანუ კითხვის ქვეშაა იმიტომ რომ დაბადების ადგილს და გენეტიკას ჩვენ არ ვირჩევთ და მაგრამ მაინც აღარ გავაგზავნებ მაგრამ საქმე იმაში არის რომ თუ ესე დეტალურად იცის ჩვენი ყველა ნაბიჯი რასაც გადაუდგამ ჩვენ ცხოვრებაში და ბოლოში იცის აი ეს ნაბიჯები მიგვიყვან ჩვენ ჯოჯოხეთამდე და ჯერჯერობით უდანაშაულო სული ვართ ანუ არაფერი არ გვაქვს ჩადენილი 60-ში ვართ მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს ჩვენზე ამ ქვეყანაზე მოყვანას რომ ბოლოში რა მაინც ჯოჯოხეთში წევიდეთ ხო იცით ჩვენივრად რომ ბოლოში ჯოჯოხეთში აი მე აგიხსნი ხა მაგას ოღონდ პირველში ვიტყვი რომ ის პირველი განცხადება არ მომიწონა რომ რასაც ვერ ხედავ ანუ შენ ბევრი რამის გჯერა რასაც ვერ ხედავ ლოგიკა მათემატიკა და ძალიან ბევრი რამე მაგრამ ნახე თემა რა არის რომ სიტყვაზე ეგ კითხვა საინტერესო კითხვაა რომ სიტყვაზე რომ ადამიანი ამ ესეთ კითხვას ხომს ხუებსაც განუმარტოთ რომ დაიბადა სული და ნუ უდანაშაულო ხარ მომავალში შენი ნაბიჯები ღმერთმა იცის და ანუ სიტყვაზე რატო აჩენს იმ ადამიანს ვინც საბოლოოდ აირჩევს ასე ვთქვათ წარწმენდას მაგრამ საქმე რა არის მან პირველ რიგში რომ უდანაშაულო ვარში გაჩნია რას გულისხმობ იმიტომ რომ დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა რო არ გაქვს და ამიტომ ხარ უდანაშაულო ეგ უდანაშაულო ზნეობრივად არ გაქვს აი რობოტი ვერ იქნება ვერც დანაშაულო ვერც უდანაშაულო აი ესეთი თვისებები რობოტს არ მიეწერება შესაბამისად სანამ შენი ნება აქტუალიზირდება მაქამდე ვერც უდანაშაულო ხარ ვერც დანაშაულო ვერ ხარ ჯერ არ ხარ საერთოდ ანუ ზნეობრივ არსებად არ ხარ როცა ნების მოქმედება იწყება მაგ შემთხვევაში უკვე ანუ თუ რადგან აირჩიეს ისე განშორება მაგრამ თემა რა არის რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამად და ევამ აირჩიეს ღმერთისგან გაჩორება, ღმერთმა ადამი და ევა გადაარჩინა, ხო, მოკვდა მათ გამო
გამოიხსნა ისინი, გადაარჩინა, წაიყვანა თავის, ანუ ღმერთმა ისიც იცოდა წინასწარო ქმნილებას რო შექმნიდა, ქმნილების ცუდი საქციელის გამო მას მოუწევდა მთელი ამ ტანჯვისა და ტკივილის ისე მაგი მაბნევს სულ კიდე ბოდიში რომ გაწყვეტი ეგ მაბნევს სულ კიდე ანუ ღმერთმა თავისი თავი მისირა თავისივე თავს რომ გამოეწყდა ცოდვები თავისივე თავის მიმართ თუ როგორ ხდება ეგ ხო ანუ ნახე როგორი თემა იცი რომ რაღაცეები არის აი ლოგიკური აუცილებლად აი მაგალითს მოვყვან მაგალითად ჩვენ რომ ვამბობთ რომ ღმერთი ყოვლის შემძლეა ჩვენ გულისხმობთ რომ ღმერთს შეუძლია ყველაფერი რაც შესაძლებელია ანუ ღმერთს არ შეუძლია შექმნას ქვა რომელსაც ვერ აწევს ღმერთს არ შეუძლია პიროვნება გააუქმოს, ანუ ხო ხდება პიროვნება შექმნა როგორ უნდა გააუქმოს, ან ღმერთს არ შეუძლია ბოროტი იყოს და ასე შემდეგ. ეხლა თემა რა არის რომ ჩვენ როცა ვამბობთ რომ ადამი და ევა ღმერთს დაშორდნენ, ან ჩვენ გულისხმობთ რომ შესწოდეს და ზოგადად ცოდვა მაგას ნიშნავს რომ ღმერთისგან განშორებას რა და ღმერთი ეს ვამბობს სახარებაში რომ მე ვარ სიცოცხლე. სიკვდილს, ანუ სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია, თუ ვიტყვით რომ სიკვდილი ღმერთმა შექმნა ღმერთის გმობა, ჩვენი თეოლოგიით, იმიტომ რომ ლოგიკურად შეუძლებელია კეთილმა ბოროტი შექმნას, ანუ წინააღმდეგობა, სიბოროტეზე ჩვენ განვიხილავთ რომ არ აქვს ონტოლოგიური საწყისი, ანუ სიკეთის ნაკლებობაა. შესაბამისად, სიკვდილი ყოფიერებაში შემოვიდა ქმნილების თავისუფალინების არასწორი გამოყენებით, იმიტომ რომ სიცოცხლეს რო დაშორდები, ლოგიკური დასკვნა სიკვდილი, როგორც სინათლეს რო დაშორდები, სიბნელე არის ლოგიკური დასკვნა, ანუ სიბნელეც არ აქვს ონტოლოგიური საწყისი, ხო? ანუ სინათლის არ არსებობა, ესე განიხილება. შესაბამისად, ღმერთისგან დაშორების პროდუქტი ეს დასკვნა ღმერთმა კი დაადგინა ეს დასკვნა იყო ლოგიკური მოცემულობა არის, რომ სიცოცხლეს რო დაშორდები, მოკვდები. და კვდება ქმნილება, მაგრამ ღმერთი რადგან მოსიყვარულეა, ყოვლად მოსიყვარულეა და მას არ უნდა რომ რომელიმე ქმნილება მისი დაიღუპოს და მოკვდეს, ამიტომ აი ამ შედეგს რაც ქმნილებაზე მიემართება ლოგიკურად საკუთარი თავისკენ წარმართავს. აი წარმოგიდგენე შენ რომ დანას ირტყამდე ესე თავში და მე რო წინ გადაგიდგე, რომ მე მომხვდეს ეს დანა და შენ ჩემი სიკვდილით რო გაიაზრო, რასაკეთებდი და მე რომ მოგინდეს სიცოცხლე და ესე გადარჩა. აი დაახლოებით ეგეთი პრინციპი არის რა. ანუ ჩვენ დონეზე ჩამოვიდა რომ უბრალოდ ჩვენ მივხვდეთ რა, ანუ ასე რომ აი ნახე შეხედე, ანუ ღმერთი ხო სამართლიანი, აი წარმოიდგინე მე და შენ რო გავზარცოთ ვინმე და დაგვიჭირონ. და ანუ ძალიან დიდი რაღაც მქონებოდა სახლი გაუტეხეთ უაცას და ჩვენ გვაკისრებენ ამ შემთხვევაში ჯარიმას, ანუ $100,000 დაგვაკისრეს დაუშვათ და მაგრამ მოსამართლემ დაგვაკის $100,000 მაგრამ უყარვათ მოსამართლემ და მოსამართლემ შეგვიწყალა ანუ ჩვენი ჯარიმა ასე ანუ გაუქმა და არ ყაის, მაგრამ გაიხადა მოსამართლის მანტია და $100,000 თვითონ გადაიხადა. ანუ მოსამართლე თუ უბრალოდ შეგვიწყალებდა, მაშინ არასამართლიანია და მარტო მოსიყვარულეა. თუ არ შეგვიწყალებდა და დაგვაკისრებდა მე მთელი ცხოვრება ციხეში ვამყოფებდა, მაშინ მარტო სამართლიანია, მოსიყვარული არ არის. ანუ ეს ჯვარი არის სიყვარულისა და სამართლიანობის იდეალური აი შერწყმა ერთმანეთთან, მაგრამ ნუ სიყვარული უმეტესია, იმიტომ რომ იმის ხო ახლა სამართლიანად რო განგსაჯოთ, რავი, ყველა ჯოჯოხეთში მოხდე. ხო, ანუ ეგ თემა. ანუ ამ შემთხვევაში მარადიულ პროცესში ახლა ჩვენთან მიმართებაში ღმერთი მოსიყვარული და მოწყალეა. ღმერთმა დაგვიფაროს რომ მართლა ის მოგვაგოს რასაც ვიმსახურებთ, მაგრამ ანუ რეალურად თვითონ ანუ მისი არსი გამოვლინებები ჩანს რა, სიყვარულისა და სამართლიანობის. კიდევ რაღაცა დაგღალე შეიძლება, მაგრამ ბევრი შეკითხვა დამიგროვა და ეხლა გამცემებას ხუსაც არავის არ მქონდა ეხლა და რაც შეეხება კიდევ ეხლა მართლმადიდებლობას უნდა შევეხო. შეხედე მართლმადიდებლობაში ვირგებულო მე ხატების არს. ანუ რა შეჭირდება ღმერთს, ანუ ჩვენ რა შეჭირდება ხატი საერთოდ, რომ აი ანუ ღმერთს რეალურად არაფერში არ ჭირდება და ეს კონკრეტულ ინდივიდსაც არაფერში არ ჭირდება ხატი, ანუ ხატის გარეშე შეუძლია ადამიანს ლოცვა და ღმერთი ყველგან ყოფილა და ყველგან ისმის ლოცვას და პირიქით ლოცვაში გეხმარება კიდეც ხატს რაც შეეხება ადრეულ ეკლესიურ ტრადიციაში, ანუ ხატს ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ იყო იქ საზოგადოება, რომელმაც არ იცოდა წერა-კითხვა, ანუ ხატი იწერება თან მაგას უცოდო, ხატით ძალიან ბევრი რაღაცას ასწავლიდნენ, ანუ ამას ჰქონდა პირველ საგანმანათლებლო დანიშნულება, რომ ასწავლიდნენ ხატებით რაღაცებს. მე ეს ეკლესიაში დამკვიდრდა ეს ხატები, ეს ტრადიციაა და ანუ ეხლა ცხადია მოციქულების დროს ხატები და ადრეული ქრისტიანების დროს არ არსებობდა. მაგრამ შემდეგ შემოვიდა სხვადასხვა მიზეზი და ეს ჩვენი რწმენის გამოხატულებაა, ასე ვთქვათ. რავი, ჩემი აზრით ეგ აი გლახად არ გამიგო კრეხელობა, იმიტომ რომ რავი, ტრადიცია და რელიგია ცოტა განსხვავდებოდეს უნდა ერთმანეთისგან. ხო, მაგრამ ანუ რეალურად არაფერს არ უპირისპირდება, ანუ ჩვენ ხო გვაქვს უფლება რომ ჩვენი რწმენა გამოხატოთ ხელოვნებაში, აი მაგალითად სიტყვაზე მე რო კრივზე დავდივარ ეს იმიტომ რომ ბიბლიაში არ წერია რომ კრივზე ვიარო ეს ხო ანიშნავს რომ ამიტომ რამე ცუც ვაკეთებ ამით ხო ანუ
ჩვენ თუ შეგვიძლია ჩვენ უბრალოდ წვენა გამოვხატეთ ასე ვთქვათ რომ ანუ ხატის დაწერა ანუ სიყვარულით ვიღაცა რავი, ჩემი თვალსაზრისით რწმენა სხვა რამეებით უნდა გამოხატო, მაგალითად ლოცვი და არა საჭირო ხატი ხატო რა. რატო ხელოვნებაში რწმენა ან მაგალითად საგალობლები ხო აი ძალიან ლამაზი მოსასმენი ადამიანმა შექმნა საგალობელი რომ უგალობოს ღმერთს ან მაგალითად სიტყვაზე ანუ თუნდაც მე ჩემთვის ეგეც გამოხატულება არ წმენის აი კინოს რო გადაიღებს ვიღაცა კარგ კინოს ქრისტიანობაზე მე ეგეც მომწონს რომ წმენის გამოხატულება ახლა ის კინო რამდენად აკურატულია რამდენად ერგება ეგ ჩემთვის მეასე ხარისხოვანია რაც საჭირო სრულიად აკურატული როგორ უნდა იყოს ახლა ეგრე როგორ უნდა ხამა ყოველ შემთხვევაში მე ამაში ვერანაირ პრობლემას ვხედავ ხატებში პირიქით ახლა ჩემთვის ეკლესიაში ხატები რო არ არის აი ისეთ თემა წიგნს რო თავები არ ქონდეს ანუ აი ხო ხდება გარემოება გაჩვენებს ხო ანუ აი რაღაცა გარემოება განახეთ სადაც ხარა ლამაზია და ანუ დასანახად რა, კაი, რავი, ისე დაუშვათ, ხო შეიძლება ჩვეულებრივად ხატის გარეშე და ანდლის გარეშე. რა თქმა უნდა ხატი ანუ ხატი ესე არ ვამბობ რომ აუცილებელი ატრიბუტია ლოცვისთვის რა თქმა უნდა ნუ ხო, რა ვიცი, ახლა მართლმადიდებლობაში როგორც ვიცი აუცილებელი ატრიბუტია. არა, ცხადია, ანუ აუცილებელი ატრიბუტი არ არის ნებისმიერ გარემოებაში, ნებისმიერ ადგილას შეუძლია ადამიანს ლოცვა, ანუ არ არის მართლმადიდებლური ეკლესია შეიძლება ხატის გარეშე გაკეთდეს. ეკლესია თვითონ? დიახ, ეკლესია. ეკლესიაში ანუ ჩვენ ტრადიციულად სულ ხატები გვაქვს, ანუ ეს ადრეულ ეკლესიაში იყო რომ ხატები არ იყო, მაგრამ ეხლა დღეს როგორც კეთდება ეკლესიები არის რომ სულ ხატები და ისე ეკლესია სიტყვა რეალურად კრებულს ნიშნავს ხალხის კრებულს. ეხლა ჩვენ შეიძლება შევიკრიბოთ 10 მართლმადიდებელი სიტყვაზე ხატი საერთოდ არ გქონდეს, მაგრამ ჩვენ ეკლესიად ვართ მაინც შეკრებილი 10 ქრისტიანი უკვე ეკლესია ვართ მაინც ხო ხვდები სიტყვა. ასე რომ ანუ დღეს ეხლა შენ რა თუ მატერიალურ მხარეს გულისხმობ ამ შემთხვევაში ეკლესიის რა ანუ მაგ შემთხვევაში დღეს ხატებია ეკლესიაში ცხადია. ანუ ეს მატერიალური ხარის გამოხატულება, მაგრამ ისე ჩვენ არ ვამბობთ, რომ აუცილებელი ატრიბუტია, ისედია ლოცვა ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ გარემოში. კარგით, მადლობა და ეხლა სანამ გავალ, რა ვიცი, ძალიან ისე დაბნეული დავჭი მაინც ბოლოში. ვფიქრობ და შეიძლება რაღაც კითხვა დაიწერა და შორი მე არ გიხსნი მაშინ მე თუ სწორად გავიგერო შენ. არ ვიცი რა, მოკლედ მე ვარ ზოგადად, ანუ როგორც ვთქვი, აგნოსტიკებზე რას ფიქრობ? აი აგნოსტიკებზე. ანუ მე აგნოსტიკაზე ვფიქრობ, რომ ჩემი აგნოსტიკი ეს ადამიანი ვერ იქნება, შეიძლება აგნოსტიციზმის პოზიცია დაიჭიროს ადამიანმა ლაპარაკის დროს, მაგრამ ყველა ვარიანტში ადამიანს რაღაც სჯერა, რაღაც წამს და რაღაცის გამო აგრძელებს ცხოვრებას და ჩემი აზრით უფრისკალობით მალე უნდა გაარკვიოს რა არის ეგ. აი კიდევ ასეთი განაგონი გექნება ალბათ აი გავაგრძელებ ცოტა მიახლოვით მსგავს თემაზე რომ ყველა ადამიანი იბადება ათეისტად და ეს სტარია ამას მეც გეთანხმები იმიტომ რომ მარტო 300,000 წლის წინანდელ იმას რო გადახედოთ აი ძვლის აი დათვის ძვლებს რო წვავდნენ საფრანგეთის ნაპოვნია რომ აი იყო რა რელიგია აი კაცობრიობის ხელა მართლა რელიგია რაც დაიბადა და რელიგიური არსებაა ვაფშე ადამიანი მე გეთანხმები კი, ეხა ათე როგორც აგნოსტიკი მეც მაგას ვაღიარებ და ათეისტის უნდა აღიარებდეს იდეაში მაგას. და რისი თქმა მინდა ეხლა შეხედეთ რა შანსი არის იმისი რომ აი ქრისტიანობაც იგივე უბრალოდ ბიოლოგიური შიშის პროდუქტია როგორც დაუშვათ ძვლებს ოწვავდნენ დათვების 300,000 წლის წინ გამოყვაბულში. რეალურად მან მაგ კითხვაზე ორნაირად შეგვიძლია გავცეთ პასუხი თვითონ რა არიცი რომ მაგალითად ეგ იქნება გენეტიკური ფალასით მე რო ვთქვათ რომ ჩვენ რომ ვთქვათ რომ სიტყვაზე შიშის პროდუქტი არის სიტყვაზე მაგას რო გავყვეთ ქრისტიანობა ეგ არ ნიშნავს მაინც რომ ქრისტიანობა სიცრუეა ანუ რაღაცა წარმოშობის მიზეზი და თვითონ ეგ რაღაც სიმართლე არის თუ არა მაინც ორი სხვადასხვა ინსტანცია ანუ გენეტიკური ფალასი იქნება რომ ვთქვათ რომ ამიტომ ქრისტიანობა სიცრუეა მაგრამ რეალურად მაინც მაგ კითხვაზე პირდაპირ რო გაქცე პასუხი მაინც არა იმიტომ რომ რეალურად ადრეული ქრისტიანობას თუ დააკვირდები ადრეული ქრისტიანობა იყო ჩვეულებრივად მოძრაობა რომელიც იყო დაფუძნებული მკვდარი პიროვნების აღდგომის რწმენაზე და შენ თუ დააკვირდები იმ ადამიანებს ვინც აღდგომას გადაგებდნენ იმათ არაფერს არ ეშინია. ანუ ისეთი პერიოდი იყო დომიციანეს დევნის დროს ქრისტიანებს წვავდნენ და ქუჩებს ანათებდნენ და ამათ ერთადერთი რომ არ მომკვდარიყვნენ ერთადერთი უნდა გაჩუმებულიყვნენ აღარ უნდა ეთქვათ რომ იესო მკვდარი იქ პავლე რო დაჭერილია იქ მეფეს რო ყავს დაჭერილი რო უხსნიან ერთმანეთს რატო დაიჭერეთ საქმეების წიგნში ძალიან მაგრა უყასდა რო უხსნიან ერთმანეთს პავლე რაზეა დაჭერილი ეს ეუბნება რომ რა ვიღაც პავლე დავიჭირეთ რომ ვიღაც იესოზე იძახაო რომ მკვდარით აღდგაო ამიტომ არისო დაჭერი არეულობას ქმნისო ხო ხდებოდა ნუ მე იქ გავლენა და იქაც პეტრესაც სიტყვაზე პეტრეს იაკობი რომ მოკლეს
ჰეროდეს ყავდა პეტრე დაჭერილი და პეტრე იყო ბორკილებით შეკრული და ამ ბორკილებში მეორე დღეს პეტრე უნდა მოიყვას, მაგრამ პეტრეს ეძი, ანუ ესენი რეალურად და რაღაცა ისეთი სიმშვიდე ჰქონდათ, რომ არ უნდა თქვა, რომ სიტყვაზე ღმერთისგან ჰქონდათ ეს სიმშვიდე, ან შეგიძლია თქვა, რომ სიტყვაზე გააფრინეს და შეგვიძლია ორივე განვიხილოთ, ანუ რომელი აბდუქციურად რომელი მეტად შესაძლებელია. და ვნახავთ, რომ ხო, მაგრამ ხო ხდები მაინც არა, ანუ პირიქით რა ესენი ისეთი საზოგადოება იყვნენ, რომ არ ეშინოდა თავიდან პირიქით ეშინოდა. ანუ ჯვარცმის დროს მოწაფეები გაიქცნენ, იესო მიატოვეს ადამიანურ შიშის მომენტი ქონდა, მაგრამ მერე აღდგომის და ამაღლების მერე უკვე ცოტა სხვანაირად ვითარდება მოვლენები, რაც უცნაურია და უნდა აიხსნას თანაირად. რა ვიცი, ბევრი მინახია, რა ვიცი, შეშინებია კიდევაც. არა, კი, ანუ ქრისტიანებსგან არ გვაქვს შიში გვახიხა ყოველდღიურ ცხოვრებაში და მათაც ქონდათ რაღაც შიშები, მაგრამ რეალურად ქრისტიანობა ეგრე გავრცელდა, რომ ყველა ადრეული ქრისტიანი მოკლეს საერთოდ, ანუ მოწაფეებში ყველა, ანუ ბუნებრივი სიკვდილით, ანუ იუდამ თავი მოიკლა, დანარჩენები ყველა აწამეს ერთი ადამიანის გარდა, ეს იყო იოანე, აპოკალიფსის ქონდა დასაწერი და ჩემს მაგიტო არ მოვიძნე. ისი იოანეც აწამეს პროსა გადარჩა, ცეცხლს იმაში რაღაც ჩააგდეს. ადუღებულწ იქიდან გამოიქცა თუ რაღაც მოხდა მოკლედ. დანარჩენი პეტრე ამოტრიალებული აცვეს ჯვარს, თომას ტყავი გააძრეს, ის ჩაქოლეს სტეფანე, ის შენობიდან გადმა, ანუ ბუნებრივ სიკვდილს ვერ ნახავ რა მოკლედ რა ადრეულ ქრისტიანებში ძირითადად არის რომ ყავდნენ და ერთი გადარჩა მგონი როგორც იცი ბოლომდე ის მაგას გეუბნები იოანე ღვთისმეტყველი იყო ერთადერთი ვინც წამებით არ მოუყავს და იგი მაგანაც აწამეს მაგრამ თავი დააღწია რეალურად და სხვათა შორის მე ცოტა მოგვიანებით მეორე საუკუნეში დასაწყისში იყო ეგნატე ანტიოქიელი რომელმაც იხვეწებოდა გეხვეწებითო ლომების გალიაში ჩამაგდესო ჩააგდეს და შეჭამეს ლომები ეგრე მოხდა. ხო ხდებია. რაღაც უცნაური ხდება, ხა ასახსნელია, მაინც ანუ რატო ამხელა თავი. ეგ ჩემი აზრით ცოდვაში ჩაკრა, მაგასმა ძალიან დიდ ცოდვაში ჩაკრა ფეხი, იმიტომ რომ არ გამოცადოა ღმერთი შენიო ხო. არა, საქმე რაში იყო? ღმერთს კერცდი და ანუ იცოდა რომ მოკლედ უბრალოდ საქმე რაში იყო, იცი რომ ამ მაშინ მართველი სახელი არ მოდი, იმან დაიწყო დევნა ქრისტიანების და აგერ მე ვარო, აგერ ქრისტიანიო და რაც გინდა ის მიქენითო, აგერ ჩამაგდეთო, მომკალითო, რაც გინდა ის მიქენითო, ეგრე აღესო. რას ფიქრობ შენ? აი რას ფიქრობ შენ თავის გადარჩენა აი თავს რო ეწირებიან ხო იცი ქრისტიანობას აი თუ გინდა რამოდენიმე წლის წინ მომხდარი 21 ქრისტიანს ეგვიპტეში რო თავი წააჭრეს ზღვისპირას აი ეგრე რო ეწირებიან ქრისტიანობას უფრო ქრისტიანული იქნება თუ იმ მომენტში რო დააღწიოდათ შეინარჩუნოს სიცოცხლეს თავი მაგრამ რო გააგზელო ლოცვა ჩვეულებრივად როგორც იყავი ანუ ღირს თავის მოკლა რწმენის გამო ანუ საქმე რაში არის იცი რომ რეალურად მაგალითად პავლეს ცხოვრებას რო დააკვირდი პავლე მოკლე საბოლოო თავი მოაჭრეს მაგრამ მაქამდე ბევრჯერ ყოფილა ისეთ სიტუაციაში სადაც კლაუდრე მაგრამ თავი გადაურჩენია მივხვდი ანუ თავის გადარჩენაში არ არის პრობლემა პრობლემა არის რომ იმ ქრისტიანები იყვნენ იმ დილემის წინაშე რომ ან ქრისტეს უნდა უარყოთ ან უნდა მოკლედ ამ როცა მაგ წინაშე დგები რომ ან ქრისტე უნდა უარყო მან და უარყოფენ ქრისტიანები თორე თავის გადარჩენ თავი ბერჯერ გადაიჩინეს პეტრესაც ბორკილებიდან გამოვიდა პეტრე მერე აცვეს ჯვარს რეალურად იესოს იყო სანამ დრო არ მოვიდა იქამდე ცდილობდნენ იესოს მოკლას მაგრამ თავი დააღწია რაღაც მდგომარეობას თავი მაგრამ უკვე როცა ისეთ კიდე მაგრამ თუ მეკითხები სიტყვაზე ქრისტიანმა მაგას კიდე მეორე ნაწილი ხო ქრისტიანმა მაგალითად უარყო ქრისტე ანუ აპატიებს შეიწყალებს ღმერთი ცხადია შეიწყალებს ეგეთ ადამიანსაც და თავის გზას მისცემს ეგ არ არის ის მაგრამ რეალურად როცა მაგის წინაშე დგებოდნენ ქრისტიანები იჩევდნენ ციკლს და ნუ საბოლოოდ ეგ მაინც კარგ მოვლენად ითვლება ანუ შესაძლებლად მიიჩნევთ მაგას უ გეპატიება ჩემი აზრით ცოტა არალოგიკურია რა ვიცი ანუ რეალურად ეგ რა იყო იცი რომ ამათ თავგანწირვა ხო ეს ადამიანის უნარი ხო არ არის ღმერთისგან მოდის და ამათაც ეხა პეტრე ისე შეეშინდა იესოს ჯვარსაცვამდნენ რომ კითხეს იესოს მოწაფე არ ხარ შენ რომ პეტრემ იწყევლა და იფიცა და იგინა არ ვიცნობო იესოსო საერთოდო ისე შეეშინდა მაგრამ მე ისეთი ის ხდება ცვლილება პეტრეში ეს ქრისტეს მოქმედებით რომ მე აჰა ჯვარს უაცვამდნენ ამომატრიალე და ისე მაცვით რომ ჯვარს მე არ ვარ ღირსი ისე ვეცვა ჯვარს როგორც ეს ცვლილება ეს იყო მათი მოთხოვნილება სულ ეს ღმერთისგან იყო შესაბამისად ანუ ხო ხტები ყველას არ აქვს ეგ გზა მარტვილობის რომ ყველა ეწამოს არა მაგრამ ყოველ შემთხვევაში არიან ადამიანები ვინც თავის სირწმენა ეგრე გამოხატეს ღმერთის წყალობით დასაბოლოოდ გასაგებია რა ვიცი ახლა მე შეკითხვები ამომეწურა და შენ როგორც ჩემს მიმართ აგნოსტიკს თუ გაქვს რაიმე შეკითხვა ამოვნებით მოვისმენ და არა ანუ ზოგადად ანუ მე ეხა მე რასაც ვამბობ აგნოსტიციზმის შესახებ შენ მაინც დამეთანხმები წესით იმიტომ რომ
ანუ მე აგნოსტიციზმის მე ვფიქრობ რომ აგნოსტიციზმი შეიძლება პოზიცია ლაპარაკის დროს დაიჭირო ანუ დიალოგის დროს რომ რაღაცები გააკვირო მაგრამ აგნოსტიციზმი როგორც სიტყვაზე მწოხედულობა მოვიგო და მაგ მწოხედულობით ვიყო შეუძლებელია იმიტომ რომ რაღაცის ყველა ვარიანტში გჯერა რაღაც რის გამო საერთოდ აგრძელებ ცხოვრებას ასე ვთქვათ. ხო ხდები, მაგალითად სიტყვაზე შენ გაგაჩნია ეთიკა, ძალიან მნიშვნელოვანი, რის საფუძველსაც შენ აგნოსტიციზმი არ მოგცემს. ცუდის და კარგის. არა, რატო არა არის ტვინში როგორ ისევე პრეფრონტალ ქართულად მართალობით აღარ მახსოვს რა ქვია ტვინში არის ზევითა ნაწილი არის სულ ზევითა ნაწილი არის ტვინის აი ეგ ნაწილი არის მორალზე პასუხისმგებელი. როდესაც ადამიანი გზნობს რა არის ცუდი რა არის კარგი. ხომ არა, ნახე, ანუ ამ შემთხვევაში ეს მორალის ონტოლოგიურად არა ეს შენ რასაც გზნობ ეგ ცუდ და კარგს ეგ ობიექტურად ცუდია და ობიექტურად კარგია თუ შენი პირადი ფიზიკური გამოვლენებაა. შეხედე ზოგადად ადამიანი არის სოციალური არსება, ხო? მას სჭირდება და ჩემი თვალსაზრისით ევოლუციით აი ადამიანს რომ დაემყარებია სოციალური ურთიერთობები ეს ევოლუციის ჩამოყალიბდა ეს ტვინის ნაწილი რომ გაერჩა რა შეიძლება იყოს მიღებული ამ სოციუმში და რა შეიძლება არ იყოს მიღებული ამ სოციუმში. აი მაგალითად ბავშვის მოკლა ცუდია, ხო? იმიტომ ბავშვის მოკლა არის მან სანუ მე საფუძველს ვაკრიტიკებ ამ შემთხვევაში შენ თუ ვიტყვი რომ ევოლუცია არის ბიოლოგიური პროცესი, მორალის ონტოლოგია ხო არა შენ თუ ვიტყვი რომ მორალის საფუძვლად მაქვს ევოლუციური ბრმა პროცესი, მატერიალური პროცესები ეგ არ იქნება მორალი, ეგ იქნება რაღაცა ფიზიკური რეაქცია და სიტყვაზე ვიღაცა რომ მოკლავს ბავშვს, ეგ იქნება მისი ფიზიკური ურთიერთქმედების პროდუქტი. ხო ხდები, გამოვლინება და მეტი არაფერი. და შენ რომ ამაზე ახსოვს ხდები, ეს შენი ფიზიკური ურთიერთქმედების პროდუქტი. აქ მორალის ონტოლოგია არ არსებობს, აქ არსებობს ფიზიკური რეაქციები. შენ მეტყვი ამაზე და ამაზე მე ესევ რეაგირებ. ანუ მე ხა სახეში რომ მოვიხელ თვალს ხუჭავ მე ეს, მაგრამ ეს ანიშნავს ხელის დარტყმა ცუდია. შენ მე ასეთი ფიზიკური რეაქცია მაქვს, მაგრამ შენ რომ განცხადება გააკეთო რომ ბავშვზე ძალადობა სიტყვაზე ობიექტურად ცუდია, მან ყველა ვარიანტში გჭირდება რაღაცა ობიექტური სტანდარტი შენი გააკეთებ ხო, იმიტომ რომ აი კრიმინალებსაც ახლა ვისაც ჰქონდა ტვინის ემერტე გაკეთებული თავზე, ყველას ჰქონდა დადგენილი მენტალური ტვინის ამიგდალაში ასეთი ტვინის პატარა ნაწილია, რომელიც აკონტროლებს ჰორმონების გამოყოფას და სულ ვიღაცას ან დაპატარავებული ქონდა, ან დაბადების დეფორმაცია ქონდა მიღებული, ანუ სულ რაღაცა ტვინში იმნაირი ხარვეზი ქონდა, რომ აი მაგ ამორალურ საქციელებს აძლევდა ჩადენის უფლებას. თავს. არიან ადამიანები, ვისაც არ აქვს მატერიალური კუთხით ხარვეზი, მაგრამ მაინც ჩადიან სიბოროტეებს, ეს ერთი და მეორე გასარკვევია. რასაც აღწერ, ეგ არის პროდუქტი, ანუ სიტყვაზე მე რომ ჩაიდანი რომ დუღდეს და შენ რომ მკითხო ჩაიდანი რატო დუღს და მე რომ არ იხსნა რომ წყალს მიეწოდება ისეთი სისტაფით ენერგია რომ წყალი მიდის დუღილის ტემპერატურამდე ეს კარგი ახსნა არა ეს არ არის საბოლოო ახსნა საბოლოო ახსნა არის რომ ნეოს მოუნდა ჩაი ეს არის საბოლოო ახსნა და არა პროცესი ჩვენ შეგვიძლია პროცესი აღწეროთ თუ აი მატერიალურ პროცესში ამ ქმედების დროს ესა და ის განვითარდა მაგრამ ჩვენ თუ ვიტყვით რომ მატერიალური პროცესის მიღმა არაფერი არ არის შეუძლებელია რომ ესე არ მომხდარიყო თუ შეუძლებელია ესე არ მომხდარიყო იქ არ არის ეთიკა ცუდი და კარგი არის რა ხდება და რა არ ხდება სიტყვაზე ხომ მიხდი რას გეუნები და აი ზუსტად სანამ ქრისტიანობას მე პატარა გადაუხვევდი აი ერთი ახსნა მქონდა ნაპოვნი აი პიქსი რო ვიყავი უკვე მისული რა რომ აი რომელი ამერჩი აღარ ვიცოდი უკვე ერთი ახსნა განვიხილე რომ ადამი და ევა ჩვენ ხო არ ვიცით როგორ გამოიყურებოდნენ და არც მამა ღმერთი არ ვიცით როგორ გამოიყურება მამა ღმერთის არა საერთოდ მატერიალური კომპონენტი ხო ზუსტად და ჩემი თვალსაზრისით ღმერთს ზოგადად არც ერთ პიროვნებას ქრისტემ შეიძინა ადამიანური ბუნება თორე ისე მატერიალური კომპონენტები ხო ისე როგორ მიამსგავსა აბა თუ მატერიალური ბუნება არა ანუ მაგალითად ნახე ადამიანს ღმერთი არავის არასდროს არ ყავს ნანახი არც ანგელოს არც ადამიანს არც ერთ ანუ ღმერთი ნანახი არავის არ ყავს და მაგას ამბობდა იონე რომ რაც განკაცდა მას შემდეგ ანუ ადამიანური ბუნებით როცა შეიძინა საფრთხო ჰიპოსტასს და ამოქმედა თავისთავად მას შემდეგ იხილეს ღმერთის აი ადამიანური ბუნება და ეგრე იხილეს ღმერთი თორე მსგავსება ეს ნიშნავს აზროვნებას მორალურობას თავისუფალნებას და ამინებს ეს ატრიბუტები არის მეტი არაფერი და რა მქონდა ახლა მოფიქრებული დავასრულებ შეხედე მე თვლიდი ასე რომ ღმერთმა ვითომ აი ხო არის ევოლუციის თეორიის მიხედვით რომ იყო გაჩნდა მაიმუნის და მაიმუნს ადამიანს ყავდა ერთი წინაპარი და იმ ერთი წინაპარიდან
ჩემი თვალსაზრისით პარიყავდა ხო ევოლუციის ხო, აი ადამი და ევა ღმერთმა გააჩინა, აი ისეთი როგორიც ვიყვნენ დაუშვათ ადამიანის ჰომო ზიგოტები 3 მილიონი წლის წინ და უბრალოდ ევოლუცია შესაბამისად ჩადო და ისინი განვითარდნენ. მერე და მოვიდით შევეგუეთ გარემოს. ეხლა ამნაირი სხეული რო ვარ, ეხლა მე დაუშვათ ან შენ როგორ გადარჩებოდი მამონტებთან, ხო? ვერანაირად ვერ გადარჩებოდი. მერჩენ ვერცმე დაგულიჯავდნენ ორივეს. ადამიანი ხო იცი ადრეული ადამიანები 5 კაცი ყოფნი და ერთ მამონტს ხო როგორც ამბობენ სახეს აძრობ თან მეთოდები ვნახე რაღაცა ბიჭო რა ქვია იმ მეთოდს უყურებდნენო და ფსიქოლოგიურ ადამიანი ყველაზე აი ამაზონის ჯუნგლებში რო იმოგზაურა ცოლ-ქმარმა ის ცოლი მოუკვდა საწყალი მაცხონოს იმათ ყველაზე საშიში ცხოველიო ვინცახეო ყველაზე საშიში არსება დედამიწაზე ადამიანი იყო ყოველთვის აი მაგაზე საშიში არსება არ არსებობს გამძლეობა საშინელი და ინტელექტი აუ გამძლეობით კლავდით ყველა ცხოველს არის ძალიან საშიში ანუ ინსტინქტების გარდა მაგას აქვს ინტენშენები ხო მამონტი კი არა იმათ რა დინოზავრებს სახეს რო რამე ანუ ხო ხტები სხვანაირად მაგრამ თემა რა არის რომ პრობლემა არის ჩემი აზრით ანუ ზოგადად მეტაფიზიკური სიკვდილი რატო არსებობს ეს უნდა აიხსნას იმიტომ რომ სიკვდილი ანუ ესე თავისთავად რაღაცას არ ქმნის სიკვდილი ნიშნავს რაღაცას სიცოცხლის დასასრულს ჩვენ თუ ვიტყვით რომ სიკვდილი გამოიყენა ღმერთმა რაღაც პროცესამდე მოსასვლელად მაშინ სიკვდილი ღმერთმა შექმნა და ფალასია არ შეიძლება ღმერთმა სიკვდილი შექმნას ვერ შექმნის ღმერთი სიკვდილს სიკვდილი ცუდია ღმერთი კარგია ხომ ეს ისაა ასე რომ სიკვდილს როგორ წარმოვიდგენ იცი სიკვდილს როგორ წარმოვიდგენ იცი აი ცოტა რომ წარმოსადგენი იყოს აი წარმოვიდგინე ტვინის რაღაცა ნაწილი გეთიშება და კარგავ ხედველობას ხო რაღაც ნაწილი გეთიშება და კარგავ სმენას რაღაც ნაწილი გეთიშება და ვეღარ ლაპარაკობ და წარმოვიდგინე ახლა ყველა ნაწილი გეთიშება ტვინის აი ესაა სიკვდილი ჩემი აზრით და ყოველ შემთხვევაში ყველა ვარიანტი არის ნეგატიური მოვლენა იმიტომ რომ ჯერ ყველანაირი არ ყოფა ეგ ჩემი აზრით არ ყოფა ჯობს მე ნეგატიურად მარტო არ გეუბნები ეთიკური თვალსაზრისით ისედაც ლოგიკურად ანუ ყველანაირი პოზიტიურ მიზანთან მიახლებაში გაშორებს იმიტომ რომ აღარ გახარსებობა ცხოვრება და ის ანუ რაც გაახოლოს პოზიტიურ მიზნებთან მისვლაში ეს ცალკე მაგრამ საქმე რა შეიძლება რომ თვითონ სიკვდილი მე რო სამომრო სიკვდილი ცუდი მოვლენაა მე ამ შემთხვევაში ცხადია რომ ადამიანის სიკვდილი არის საშინელი მაგრამ მე ზოგადად სიკვდილის ნებისმიერი არსების სიკვდილი ცუდი არის ამას ვამბობ იმიტომ რომ თვითონ ნეგატიურ მოვლენად განვიხილავ ლოგიკურად და ჩვენ თუ ვიტყვით რომ სიკვდილი ღმერთმა შექმნა ჩვენთან ესე არა ჩვენთან ეგ შეუძლებელია ლოგიკურად უბრალოდ ჩვენთან არ ლოგიკურად შეუძლებელია ღმერთს სიკვდილი შეექმნა მაშინ ყოველ კეთილი არ არის ამიტომ სიკვდილზე ჩვენ ვამბობთ რომ აქ პარაზიტული ყოფიერება ანუ ონტოლოგიური საწყისი არა ქმნილებამ გამოიწვია ღმერთის განშორებით და ანუ ასე ვთქვათ ხო ხდები თეისტურ მსოფლმხედველობაში ჩემი აზრით ვინც თეისტია და ვინც ის რომ ყოველად კეთილია მაკროევოლუციას თავის მსოფლმხედველობას ვერ შეუთავსებს რა მე ესე ვფიქრობ მაგრამ არიან თეისტები ვინც არ მეთანხმებიან ამბობენ რომ თეისტი ვარ ქრისტიანი ვარ მაგრამ მაკროევოლუციას იმართნი ანუ ეს ცალკე თემა მაკროევოლუციას აღიარებ შენ თუ ისე არა არა მე მიკროს ვაღიარებ მარტო ანუ შიდა სახეობრივ ცვლილებებს მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ დაგიწერე კომენტარი მაგაზე მაკროევოლუციას მაგაზე არ გეთანხმებოდი ზოგადად მაკროევოლუცია მე მჯერა რომ არსებობს იმიტომ რომ შეხედე აი დეიცა გავიხსენებ რაღაც არგუმენტი ქონდა მოყვანილი მანქანიდან თვითონაც ვერ გააკეთებო აი ასეთი მაგრამ მანქანა თვითონაც ვერ გააკეთებ კი მაგრამ შეხედე გენომს აქვს ასეთი ძალიან მაგარი შესაძლებლობა რასაც თქვა მუტაცია ანუ მანქანის მატორი ვერ გადაიქცევა თვითონავის მატორად იმიტომ რომ თუ არ ჩაერია მაგაში მაგრამ გენომს შეუძლია უკვე განიცადოს მუტაცია აი ხმალის თევზი რო არის ხო ის რაღაცა ცხვირი რო აქვს ძალიან წაწვეტებული თევზ რაღაცა არ მახსოვს სახელი რა ქვია მის ძალიან დიდ წინაპარს გაუჩნდა მუტაცია გენეტიკაში მას პატარა აი რაღაცა ცხვირზე პატარა იგი წაგზელებული ცხვირი ქონდა რა რაღაცა და ის იმან მიეხმარა პირიქით და მე რო გააჩინა მაგან შვილები ვიღაცას კიდე მოუვიდა ერთი მუტაცია და ეს ცხვირი ეძებოდა მე და გაუჩნდა ამხელა ხანჯარის ცხვირზე არ საიდან ემარა შენი აზრით გენეტიკურ ეხა მან თემა რა არის სამშობლოს შენი აზრით გენეტიკურ მუტაციებს ლიმიტი თუ აქვს გენეტიკურ მუტაციებს ჩემი თვალსაზრისით გარკვეული ლიმიტი ექნება იმიტომ რომ გენეტიკა იცი რატო ჩემი ეს მაგას ამტკიცებს იცი რომ ლაბორატორიაში მეცნიერები აი რაღაცებს რო აჯვარებენ რაღაცა კონკრეტულ ლიმიტს ვერ ცდებიან ხო ხდები რა თქმა უნდა ხო ანუ ინტელექტუალური გონების ჩარევით რაღაცა ლიმიტს გაცდენა ვერ ხდება ანუ იმით რა ქვია ტელეოლოგიურად ანუ მიზნობრივად ხო ხდები და ანუ უნდა ივარაუდო რომ სიტყვაზე არაინტელექტუალური პროცესი იმის მე მაკროევოლუციას მარტო მაგით ამახერენ ამოდინე არ ვაკრიტიკებ
მე ზოგადად ვაკრიტიკებ ევოლუციების ყველა ტიპს, აი ორგანულ ევოლუციას, იმას, ანუ ინტელექტუალურ დიზაინამდე მიდივარ, მაგრამ როგორც თეოლოგი, როგორც ქრისტიანი უნდა. ანუ მე მაინც ფილოსოფიური არგუმენტებით ვაკრიტიკებ, ჩემი ძმაკაცი არის სტივენ მაიერი არის, მეცნიერი არის ამ საკითხში ძალიან ასპარეზობს შეაწევს. მასაც წიგნი დაწერილი დარვინის ეჭვი, ესე ქვია მაგწიგს. დარვინის მე არ მაქვს ეგ წიგნი სახში, მე თუ ონლაინ ვერსიას თუ უყო ჩაგიდე. და დარვინს დავუთა ძალიან დიდი წიგნია 300 გვერდია თუ რაღაცა და მან არის დეტალურად აღწერილი თან არ არის სხვადასხვა ბევრ თემას არ არის მოდებული მარტო ეხლა შენ რაც გაინტერესებს მაგაზე არის თავიდან ბოლომდე მსჯელობა და მე ჩაგიგდე მაგას თუ დაგაინტერესებს ნახე აი გადახედი მაინც ანუ მოკლედ გადახედი და ის და მე არა დარვინის იგი წაკითხული მაქვს ანუ წაკითხული მაქვს მე დარვინის დაიცა რა ქვიოდა ქართულად დაიცა დარვინის დაუთ ესე ქვია სტივენ მეიერის წიგნი სახეობების დაიცა სახეობების წარმოუზრუნველყოფა რაღაცა ასე ქვიოდა მე ახლობი კრიტიკა იყო ანუ დარვინის თეორიის არა კრიტიკა არ იყო არა თვითონ დავხავდა ეს კრიტიკა არის ანუ ეს დარვინის დაუთ არის თავიდან ბოლომდე კრიტიკა ოღონდ ერთ არგუმენტზე არის ჩასულ იქ მე სხვადასხვა ისინი არიან ვინც სხვადასხვა დონეზე აკრიტიკებენ ხა ორგანული ისა სინთეზური ქიმიკოსი ის ვაფშე სხვა დონეზე აკრიტიკებს ევოლუციის თეორიას და ეს სტივენ მაიერი აკრიტიკებს უშუალოდ აი ამ საკითხებში რა ანუ აი იმ საკითხებში რაც თავიდან ბოლომდე ეხა შენი საკითხები შენ გესპიცეგენი და მაგას გაიგებ მარტივად რა ანუ და დიდი წიგნია და მოგეწონება თან ანუ ისეთია გასაგებია აი მე უნდა გავიდე ნელ-ნელა შეგეწიოთ უფალი იესო ქრისტე მიყვარხართ და გაიხარეთ რა და საგამოს თუ მოვასწარი ლაივ შავთო თუ არა და ხვალ გავი მთელი ლაივი ანუ ხო კი არა პირიქით გამიხარდა ძალიან საინტერესო დიალოგი იყო მადლობა რომ ჩამერთე და ამოხვედი და ვისაუბრე აი ჯერ ასაკი ვერ მიქაჩავს კიდე მაგამდე რომ ამნაირ თემებზე ვიდებადო წესიერ რამდენის ხარის 16-ის ჩემი ძმა ხარ ძალიან გამიხარდა ძმაო შენი გაცნობა გულში ხარ დამაფოლოვე რა დაგაფოლოვე და აი ბაზარიანა შეგეწიოს ის ძმაო მეგობრებო გახსოვდეთ ჩვენი უფალი ჩვენი მაცხოვარი რომელიც ჩვენ გადასარჩენად მოკლა ყოველთვის გახსოვდეთ რომ უფალი იესო ქრისტე არასდროს არ ხტოვებთ ეხლა მე გავიქეცი საორჯიშოდ გავა და საგამოს თუ მოვასწარი ლაივში გამოვა თუ არა და რამეს წავიკითხავ დავიზიანე მე ხვალ გამოვა ლაივში